გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე მე კეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. ზუგდიდში უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსი გაიხსნა, იწყება დადიანების სასახლის დედუფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია. თბილისში ტრამვაის პროექტი განხორციელდება, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ დიდუბესთან დააკავშირებს. 2013 წლიდან სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გაუმჯობესებით საქართველოს ევროპული ქვეყნების ხუთეულშია. ევროკომისიამ Freedom House-ის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა. ინდექსი მოიცავს მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის შესახებ ანალიზს 2013 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში. სოფო ბერიძე გვერდდება თემით პირდაპირ ეთერში. Freedom House-ის მიერ მომზადებული ევროკომისიის ანგარიში მოსამართლეთა კორპუსისთვის სიამაყის საფუძველია ამ ფონზე კი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გურიტიშვილი პარადოქსს უწოდებს იმ განცხადებებსა და ბულინგის მცდელობას, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარედან მოსამართლეთა მისამართით ისევ ისმის, რა მოუტანა საქართველოს ის პროგრესი, რომელიც ევროკომისიის ანგარიში დაფიქსირდა. კითხვაზე პასუხად მოსამართლე ასახელებს სასამართლო სისტემის 4 ეტაპიან რეფორმას, მათ შორის ყოფს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის და მოსამართლეთა სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესების საკითხებს. რეფორმების შედეგად გაუმჯობესდა არა მხოლოდ მართლმსაჯულების განხორციელების პროცედურული ასპექტები, არამედ სასამართლოს ორგანიზაციული მოწყობაც, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის, დაცვისთვის, გამტკიცებისთვის არის მოსამართლის უვადოდ დანიშვნა. სწორედ ამ რეფორმის შედეგად დღეს არსებული სისტემაში 368 მოსამართლიდან მხოლოდ 53 მოსამართლე ყავს 3 წლიანი ვადით დანიშნული. მოსამართლის უვადოდ განწესება არის მთავარი წინაპირობა როგორც სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, ისე მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. ეს გადაწყვეტილებები საბჭოს მიერ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ მიიღებოდა სასამართლოს მიმართ წლების განმავლობაში ნაწარმოები ორკესტრირებული კამპანიის ფონზე. ხატოვანი გამოთქვა ქართველებს ფიცინცამს ბოლო მაკვირვებს. გასაკვირია უბრალოდ აი ესე დოკუმენტურად დადასტურებული შედეგების მიუხედავად მაინც გვესმის უკმაყოფილება სასამართლოს მიმართ, მაინც ესე იგი გარკვეული საქმეები, რომლებიც ჩემი კოლეგების მხრიდან იხილება სამართლიანად კანონის ზედმიწევრით დაცვით, მაინც ხდება შეფასება, რომ აქ არის პოლიტიკური დევნის ნიშნები და ასე შემდეგ, მაშინ როცა მსგავსი გახმაურებულ საქმეებზე, როდესაც საქართველოს სასამართლოებმა გამოიტანეს გადაწყვეტილებები და ეს გადაწყვეტილებები კანონიერება, სამართლიანობა შეფასდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, იქ დარღვევები არ დადგინდა, მაგრამ ეს სუბიექტები, არც ჩვენი უცხოელი პარტნიორები და არც შიდა პოლიტიკოსები იქნებიან თუ NGO სექტორის წარმომადგენლები, ბოდიშს არ უხდიან მერე შემდგომი მოსამართლეს. ანგარიშის თანახმად საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში ბალტიის ქვეყნების შემდეგ მეოთხე ადგილზეა და უთანაბრდება ევროკავშირის და ნატოს 4 წევრ სახელმწიფოს. რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, მოლდოვა და უკრაინა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით ევროპაში ბოლო ადგილზე არიან და მათ რუსეთისა და ბელორუსის მსგავსი შეფასებები აქვთ. ანგარიშის შეფასებისას დღეს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს ვერავის მისცემს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხელყოფის უფლებას, რადგან ეს ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი და მიღწევაა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ მიაღწია. ძალიან კარგად ახსოვს, რა მდგომარეობა იყო ჩვენ მართლმსაჯულების სისტემაში 2012 წლამდე, ხო? მაშინ მართლმსაჯულება სასამართლო სისტემა იყო გადაქცეული რეპრესიული მანქანის ერთ პატარა ინსტრუმენტად და გამოიყენებოდა რეპრესიებისთვის, ადამიანებზე ზეწოლისთვის, ქონების სარქმევისთვის და ამ შემდეგ. ეს ვითარება რადიკალურად, ფუნდამენტურად შეიცვალა 2012 წლიდან. აქედან გამომდინარე შეფასება, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად ობიექტური და დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე. ჩვენ ხშირად, როდესაც უპირისპირდებოდით პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, გახსოვთ ხო, ბრენდირების მცდელობა, საბჭოური სტილის კამპანიები, კლანი და ამ შემდეგ, ჩვენ როდესაც ამ ყველაფერს უპირისპირდებოდით, ვეკითხებოდით მარტივ რამეს ოპონენტებს, დაესახელებინათ კონკრეტული საქმეები, სადაც მათი აზრით
უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. არავითარი ასეთი ფაქტები არ მოუტანიათ, ამის მაგივრად გრძელდებოდა ეს პოლიტიკურად მოტივირებული კამპანიები, რაც არის რა თქმა უნდა შემაშფოთებელი. ჩვენ ვერავის მივცეთ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის ხელყოფის შესაძლებლობას. ეს არის ის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ. ქართული ოცნება ამბობს, რომ მათ შორის ამ მიმართულებით პროგრეს მომავალშიც გააგრძელებს და შექმნის გარემოს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მოსამართლებმა მაქსიმალურად დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები. ალბათ ნამდვილად პარადოქსია, როდესაც ნაციონალური მოძრაობა დღეს არსებულ მართლმსაჯულების სისტემას იწუნებს და სააკაშვილის ხელისუფლებას, საზოგადოებას სასამართლო სისტემის გაუმჯობესების პირობას აძლევს. მე მგონია, რომ პირველი დავალება, რაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ახალ კოალიციურ ხელისუფლებას ქართველი ხალხისგან აქვს, არის სამართლიანი სასამართლოს შექმნა. ეს არის ის სახელისუფლებო შტო, რომელიც სამწუხაროდ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე არასდროს არ ყოფილა დამოუკიდებელი. იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც დათანხმდნენ და დაემორჩილნენ მოთხოვნას ეგრეთ წოდებული ვეტინგის შესახებ, ჩვენ გვახსოვს კარგად მოლდოვაში განხორციელებული ეს გარე ჩარევა იქაურ სასამართლო სისტემაში და მაშინ როდესაც საქართველო არ დაემორჩილა ამ მოთხოვნას სრულიად სამართლიანად აი ამ მოცემულობაში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სასამართლო სისტემას აძლევს მაღალ შეფასებას, ხოლო იმ ქვეყნების სასამართლო სისტემებს, სადაც ეს ეგრეთ წოდებული ვეტინგი განხორციელდა, აქვს ბევრად ნაკლები შეფასება საქართველოს და დამოუკიდებლობის ხარისხი იგივე მოლდოვაში არის ძალიან დაბალი. და საერთოდ არათუ გაუმჯობესებულია საქართველოში სასამართლო დამოუკიდებლობა. ის არის კარდინალურად შეცვლილი 2013 წლიდან დღემდე და ამის შესახებ Freedom House-ის ეს კონკრეტული მოხსენება არ არის ერთადერთი. ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო დღეს უკვე არის ევროკავშირის წევრობისთვის ან ყველაფერი იდეალურად არის, არა, მაგრამ საქართველომ გაიარა წარმოუდგენელი პროგრესი, რომელიც შედარებადიც კი არ არის სხვა სახელმწიფოებთან. იქნება ეს ეკონომიკა, ძლიერი ინსტიტუტების, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლოს ეფექტიანობა, ზოგადად მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობა, ამ მიმართულებით ვერც კი შეედარება, თუმცა გინდ უკრაინა, გინდ მოლდოვა, გინდ ზოგიერთი სხვა წევრი ქვეყანა, კანდიდატი ქვეყანა საქართველოს ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი და ამ პროგრესის გაგრძელებას ჩვენ ვაპირებთ ისე, რომ სახელმწიფომ შექმნას იმგვარი გარემო, იმგვარი საკანონმდებლო რეგულაციები ასევე, რომ სასამართლომ მაქსიმალურად დამოუკიდებლად, მაქსიმალურად პოლიტიკური წნეხისგან დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გლობალური შეფასება ევროკომისიამ Freedom House-ის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად 2013 წლიდან სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაუმჯობესებით საქართველო ევროპული ქვეყნების ხუთეულშია. პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე საუბრობდა. უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი შალვა პაპუაშვილი ევროკავშირში საქართველოს წევრობის მიზანზე სოციალურ ქსელში წერს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა, ამ ფონზე კი ის ბრიუსელიდან წამოსულ ცილის წამებასა და უსამართლო დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას. ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი. თუმცა სანამ მიზანთან მიხვალ ჯერ არის გზა. უსაფრთხო ნავსაყუდელის კოორდინატების ცოდნა არაფერს ნიშნავს თუ მისკენ მიმავალ გზაზე გემიც და მგზავრებიც ქარიშხალში მოაყოლე. წინდახედულობამ და არა სულ სწრაფობამ გამოგვატარა ქართულ ხალხს ათასწლეულები. დღევანდელ შეშნილ სამყაროში ჩვენი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ და გავნადგურდეთ, რომ ევროკავშირში შესრულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს. ის რომ ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. იყო მშვიდობის პროექტი ნიშნავს, იყო პასუხისმგებლიანი ძალა. ევროპა თვითტკბობას არ უნდა მიეცეს. ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხაბებაა. ევროკავშირის საელჩოს მიერ წამოწყებული ბევრჯერ გადკეპნილი პროპაგანდისტული კამპანია მხოლოდ იმის დასტურია, რომ ისინი ვერ ან არ ხვდებიან თუ რა არის ქართული ხალხის მთავარი საფიქრალი და რა არის ქართული სახელმწიფოს და ქართული ხალხის ქარიშხალში შეყვანა. ამიტომ კიდევ ერთხელ ავხსნი, თუ გინდა რომ იყო მშვიდობის პროექტი, გაგანია ომისას არ უნდა მოითხოვო სამომ გამოვლილი ქვეყნისგან რუსეთთან ესკალაცია, რაც ბრიუსელმა გააკეთა. არ უნდა დააფინანსო ექსტრემიზმი, რაც ბრიუსელმა გააკეთა. არ უნდა ჩაერიო არჩევნებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა. არ უნდა დასწამო ქვეყანას ცილი, რაც ბრიუსელმა გააკეთა. არ უნდა აფათურო უხეშად ხელები ქართველების 1000 წლეულებ გამოვლილ ღირებულებებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა.
თითქოს რა მარტივია სათქმელად და რა რთული ყოფილა გასაკეთებლად იმიტომ, რომ ამას პროპაგანდისტულად დახატული ევროპელობა არ ყოფნის. ჭეშმარიტი ევროპელობა სჭირდება. ანუ კეთილგონიერება, სამართლიანობა, სიმდიდრე და თავშეკავება. ზუსტად ისეთი, როგორიც ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს 75 წლის წინათ გააჩნდათ. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მშვიდობით, ტრადიციული ღირებულებებით და განვითარებით სურს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ევრობიუროკრატების მხრიდან დაყენებულ არასწორ დილემაზე ილაპარაკა. სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატია არ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაეცვა ევროპის ობიექტური ინტერესები. ამას აქვს ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია სამწუხაროდ არსებითად იმართება გარე გავლენებით და შესაბამისად მათ უჭირთ ობიექტური ინტერესებზე დაფუძნებით გადაწყვეტილებების მიღება. ეს არის მთავარი პრობლემა, სუვერენიტეტის დეფიციტი არის დღეს ევროპის მასშტაბით მთავარი პრობლემა. რამდენიმე სახელმწიფო შემორჩა ევროკავშირის მასშტაბით ისეთი, რომელიც მტკიცედ იცავს საკუთარ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ეს არის საერთო პრობლემა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვიდრე დადგება კონკრეტულად დღის წესრიგში ევროკავშირის საქართველოს გაწევრიანების საკითხი, მანამდე ევროკავშირი დაძლევს ყველა ამ პრობლემას, რაც არის დაკავშირებული პირველ რიგში დამოუკიდებლობის დეფიციტთან და სუვერენიტეტის დეფიციტთან. როდესაც ჩვენ საბრძოლოდ გვიყენებენ ევროკავშირის გაწევრიანების სანაცვლოდ საკუთარი ღირებულებების დათმობას ან მშვიდობის დათმობას ამ შემთხვევაში არაპირდაპირი ფორმით მიგვანიშნებენ ამ ყველაფერზე კეთილდღეობის დათმობას. ეს რა თქმა უნდა არის არასწორი დილემა. ხო, ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება მშვიდობის შენარჩუნებით, განვითარებით და ჩვენი ტრადიციული ღირებულებების ფასეულობების შენარჩუნებით. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში პრინციპებს ვერ გადავხდით. ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადებაზეც და თქვა, რომ ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია. მთავრობის მეთაურის განცხადებით ისინი ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით არის შეჩერებული. ჩვენ ისედაც საკუთარი გადაწყვეტილებით შევიჩერეთ საკუთარი მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. ასეთ პირობებში თავადაც ხედავთ, რამდენად ძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია. ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული. სრულ აბსურდშია სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატია და აბსურდში არიან შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები. სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია, როდესაც ეს ადამიანები აკეთებენ მსგავს ტიპის შეფასებებს, ადამიანები, რომლებიც თუნდაც გასული საპარლამენტო არჩევნების დღეებში და მომდევნო პერიოდებში პირდაპირ იყვნენ ჩართული არჩევნების გაშავებით, ხელისუფლების გაშავებით, საქართველოს იმიჯის დაზიანებით და საერთაშორისო არენაზე მაქსიმალურად საქართველოს რეპუტაციის დაზიანებით. ამიტომ ჩვენ ამ ადამიანებისგან არაფერი გვიკვირს, პირიქით ჩვენი სურვილი და მოლოდინია, რომ ამ ადამიანებმა ნაცვლად დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელებისა ისაუბრონ მხოლოდ ფაქტებით და რეალური ინფორმაციით. მათი მთავარი მიზანი ამ მომენტში არის, რომ მოკლევადიანად მოახდინონ საქართველოს დაზიანება და ამით წაეშველონ ადგილობრივ რადიკალურ ოპოზიციას, თორე ამის იქით სხვა რეალური პროცესი არ მიმდინარეობს, ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაშები. IDF-ის სკანდალიდან მესამე დღეს NGO-ები ისევ დუმილს ინარჩუნებენ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი კლდიაშვილის რუსეთის მოქალაქეებთან ბიზნეს თანამშრომლობაზე არც ერთი მათგანი კომენტარს არ აკეთებს. ქრონიკა დაუკავშირდა მათ შორის ეკაგი გაურს და ნინო ლომჯარიას, თუმცა ისინი ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. მართველი გუნდი კი ორმაგ სტანდარტზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ეს ადამიანები მხოლოდ გარე ძალების მითითებების შესაბამისად მოქმედებენ. მე ხა ვისვენებ და ამიტომ არაფერი არ მინახავს. არ ვიცი, არ ამჯერა მე არც თქვენი და არც იმედი. კლდიაშვილს რაც შეეხება უცხოური გავლენის აგენტის სპეტი, მას უწევს ხან ერთის ლაპარაკი, ხან მეორის კეთება. თქვენ გახსოვთ, რომ ყველა ეს ადამიანი ითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც გამოიწვევდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევას და ამ დროს თვითონ რუსეთის მოქალაქეებთან ერთად აკეთებენ ბიზნესს. ხო, ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც შეიძლება ქონდეს მხოლოდ ერთი ახსნა. ეს ახსნა არის ის, რომ ეს ადამიანები არიან უცხოური გავლენის აგენტები და სხვა
ეგრეთ წოდებული NGO-შნიკების პოზიციაც არის პირდაპირ ამასთან დაკავშირებული. ხო, მათ არ აქვთ არავითარი ღირებულებები, არავითარი პრინციპები და შესაბამისად ისინიც მიუყვებიან ნორმალ სტანდარტებს. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც ხოშტარია, ეგრეთ წოდებული მთავარი ანტირუსი ჩვენს ქვეყანაში, რუსეთის ხაზილიდან იღებდა პირდაპირ დაფინანსებას, ამაზეც არც ოპოზიციას და არც NGO-ებს არ ქონიათ არავითარი რეაქცია. ერთი წამი წარმოიდგინეთ, ჩვენი გუნდის რომელიმე წევრს რომ მიიღო ასეთი ოდენობის თანხები რუსეთის ბიუჯეტიდან, რამხელა ამბავი ატყდებოდა, თუმცა ხოშტარია, რომელიც წარმოადგენს რადიკალურ ოპოზიციას, იღებდა რუსულ თანხებს პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამასთან დაკავშირებით არავითარი რეაქცია არ ჰქონდა. ეს ორმაგი სტანდარტები აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ეს ადამიანები არიან უცხოური გავლენის აგენტები და მათ უწევთ მოქმედება მხოლოდ და მხოლოდ გარე დავალებების შესაბამისად. ერთის მხრივ ასე გაილაშქრებ ხელისუფლების წინააღმდეგ და მეორეს მხრივ ასევე არც ერთი წამით უარს არ ამბობ იმ სიკეთეებზე, რაც შეიძლება მიიღო ხოლმე ამავე ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკიდან და პოლიტიკისგან გამომდინარე. ამიტომ მინიმუმ უხერხულია მისგან ასეთი ქმედებები და რაც შეეხება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, გელი მგლის წყავს არ დახევსო, როგორც იტყვიან, არ არის მათგან გასაკვირი, რომ არაერთი ძალიან რთული შეცდომის, ცუდი შეცდომის მიუხედავად ისინი მაინც ჯიქურ აგრძელებენ ერთმანეთის მსგავსი ნაბიჯების დაფარვას და მე არ გამიკვირდება სხვათა შორის თუ უფრო სიღრმისეულად შევისწავლით ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების საქმიანობებს, მათ აქვთ ან ექნებოდათ ამა თუ იმ ფორმით სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა და დაფინანსება. თვითონ უშუალოდ როგორც ასეთი ბიზნესის არსებობა კი არ არის ამაზე. ამაზე რძელი და მიუღებელი არის ის დამოკიდებულება, რაც კონკრეტულ ამ ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო აქტივისტებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს აქვთ ზოგადად ქვეყანასთან, ხალხთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ამაზე არის ეს დამოკიდებულება საკუთარ თვალში დირეს რომ არ პოულობენ და სვის თვალში ბეწვებს ეძებენ. სინამდვილეში ხომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს მოცემულობა არ არის ერთადერთი. რადიკალური ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია და სწორედ ამის გამო ისინი საკუთარი გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებას ვერ ახერხებენ, ასეთია პრემიერის შეფასება. რა პროცესები მიმდინარეობს ოპოზიციაში, დეტალებს მეგინ არსავიძე მოგვიყვება პირდაპირ ეთერში. რადიკალების ყველა ფლანგი ერთმანეთის პარალელურად წვალობს. ნაწილს რესურსი კანდიდატების ასარჩევად არ იყო, სხვების ფანტაზია კი დესტრუქციას ვერ გასცდა. ლელოს და გახარიას პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატები სახელმწიფო გუნდისთვის ოპოზიციის სისუსტეზე მიუთითებს. იმ დროს, როცა მმართველი პარტია ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება, სულ უფრო უიმედო ხდება ხელისუფლების ოპონენტების მდგომარეობა. ვიდრე ხაზარაძისა და გახარიას გუნდები არჩევნებში მონაწილეობენ დავალების შესრულებას ცდილობენ, ირკვევა რომ ნაცმოძრაობაში ისევ ძველი გაკვეთილები ტარდება, ანუ მათი სცენარი ისევ ქუჩას უკავშირდება. დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველოს მომხრე მოქალაქე უნდა გავიდეს საღამოს 8 საათზე ქუჩაში და უნდა აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რომ აქ რაც ჩაატარეს, ეს არჩევნები არ იყო, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია და ლეგიტიმაცია არ ქუჩა. ეს ყველაფერი აჩვენებს არათანმიმდევრულობას, ჯერ ამბობენ ერთს, მერე აკეთებენ მეორეს, ეს არის რა თქმა უნდა სისუსტის შედეგი. დღეს რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და სწორედ ამის გამო საკუთარ გადაწყვეტილებებშიც არ არიან ჩამოყალიბებული, ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს ამბობენ, ხან მესამეს აკეთებენ. თქვენ ხედავთ რომ დღეს რაც ბავშვების ხელშია რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც მაინც არც განათლება გამოარჩევთ, არც გამოცდილება და არც არაფერი. ეს ძალიან კარგია, სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესები. მოლოდინს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 64 მერი, 64 საკრებულო, ეს არის ჩვენი მკაფიო მიზანი. თბილისში პირველი ტურში მოგება და მინიმუმ 38 წევრი 50-დან თბილისის საკრებულოში. მიზანთან ვარ ძალიან ახლოს, ისე ვითარდება პროცესები, რომ შეიძლება გადაჭარბებითაც შევასრულოთ ეს მიზანი. 64 ნაწილში ვერ დავაჭარბებ, თუმცა თბილისში შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი მანდატი მივიღოთ. გამახსენდა ოლიმპიური პრინციპი, რომ თავარია მონაწილეობა. ისინი მონაწილეობენ მონაწილეობისთვის, ქართული ოცნება მონაწილეობს გამარჯვებისთვის. მათ ოპოზიციას ყავს მონაწილეები, ქართულ ოცნებას ყავს გამარჯვებულები და ჩემპიონები, მათ შორის თბილისში კახკალაძის ხელმძღვანელობით. წინასწარვე ამ კანდიდატებიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი უბრალოდ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ქართული ოცნება კი დამაჯერებლად გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში. ის განცხადები, რაც ჩვენ გვესმის მათი საერთაშორისო მფარველების მხრიდან, სწორედ ამას ემსახურება, რომ მაქსიმალურად დისკრედიტაცია მოხდეს საარჩევნო პროცესის იმგვარად, რომ 5 ოქტომბერი როგორც გათენდება, როგორც თავის დროზე გათენდა
27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დაიწყო ისევ ის მარაზმი, რაც ჩვენ ვიხილეთ წინა პერიოდში. ჯერ არ დაუწყიათ საარჩევნო კამპანია რადიკალებს და უკვე წააგეს არჩევნები საქართველოში, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ. ეს ერთი კანდიდატი რომელზედაც შეთანხმდნენ ნიშნავს რომ არანაირი საშუალება და არანაირი კანდიდატების არჩევანი მათ საერთოდ არ გააჩნდათ. ის რომ რადიკალები ეს ორი რადიკალების კოლექტიური ნაცმოძრაობის ეს ორი ფთა საზოგადოებას ატყუებს უკვე მერამდენედ დადასტურდა. ერთი თაღლითების პარტია, მეორე გაქცეული ყოფილი პრემიერის პარტია. გახარიას პარტიამ და ლელომ მოქალაქეებს თბილისის მერობის კანდიდატის სახით ტყუილი შესთავაზეს. ამბობდნენ, რომ მათი კანდიდატი იქნებოდა ნეიტრალური და უპარტიო. საბოლოოდ ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე წარადგინეს. მადლობა, პირდაპირ ეთერში მეგინა არსავიძე საუბრობდა. ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები სამძიმრის წერილს აქვეყნებენ ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებენ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს. ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს პრემიერ-მინისტრი. ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო. ბატონი ლევანი საქართველოს უახლეს ისტორიაში უდაოდ იყო ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას ერთიანობის შეუპოვარი ბრძოლისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს უჩვენა. ჩვენს ოჯახს ბატონ ლევანთან დიდი ხნის მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს. სამძიმარს ვუცხადებთ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ წარმატებული ქართველი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო. ლევან გაჩეჩილაძემ ქართულ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა თავისი გულწრფელი და თავგანწირული ბრძოლით, თავისი ხალხისა და სამშობლოს უანგარო სიყვარულით. ასეთი გამორჩეული პატრიოტის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ყველა ჩვენგანისათვის. თანა ვუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია იწყება. ინიციატივა კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. რეაბილიტაციის შედეგად სრულად გამაგრდება სასახლის კონსტრუქცია, საძირკველი, ასევე რესტავრაცია ჩაუტარდება რეზიდენციის საგამოფენო დარბაზებს და მათ ისტორიული სახე დაუბრუნდება. პროექტი, რომელიც ძეგლთა დაცვის სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეების და ისტორიკოსების მონაწილეობით მომზადდა 2028 წელს დასრულდება. დედოფლისეულ სასახლეში ბოლო კაპიტალური რეაბილიტაცია რესტავრაციის პროცესი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა. ვესტუმრეთ კიდევ ერთხელ დადიანების სასახლეს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის და ამ კუთხის გამორჩეული სიამაყე და ვინა განაცხადოთ, რომ გეგმავთ მასშტაბურ რესტავრაციას. ეს შეეხება როგორც სასახლის ფასადს, ასევე შიდა სივრცეებს. თავიდან ბოლომდე საფუძვლიანად იქნება რესტავრირებული დადიანების სასახლე. კიდევ ერთხელ ვეთქვი, რომ სასახლე არის ჩვენი სიამაყე და რა თქმა უნდა მასის ზრუნვა არის ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. და მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის მინისტრს, რომლის ინიციატივაც იყო ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ჩვენ იმთავითო დაუჭერეთ ამ ინიციატივას ხარი. ფუნდამენტური რეფორმები უმაღლესი განათლების სფეროში. მთავრობა კონცეფციაზე მუშაობს, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი ექნება რეგიონულ უნივერსიტეტებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. ეს არის თანამედროვე სასწავლო კორპუსი და ეს არის რა თქმა უნდა ახალი სივრცე ცოდნისთვის, განვითარებისთვის და სტუდენტების მომავალი წარმატებისთვის. ზუგდიდში ეს უნივერსიტეტი ასრულებს რა თქმა უნდა განსაკუთრებულ როლს განათლების გავრცელების თვალსაზრისით. ეს არის ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ რეგიონში, რომელიც ახორციელებს როგორც უმაღლესი განათლების, ისე პროფესიულ პროგრამებს და ეს უნივერსიტეტი ამზადებს კონკურენტუნარიან მაღალკვალიფიციურ კადრებს, რომლებიც რეგიონის წარმატებულ მომავალს ქმნიან და რა თქმა უნდა ეს კადრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაში. ამ ყველაფერს განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ძენს უნივერსიტეტის მდებარეობა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს და ის ფაქტი, რომ სტუდენტების 40% აფხაზეთიდან დევნილი ან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდა თქვენი უნივერსიტეტის მისიის გამორჩეულობას რა თქმა უნდა უსვამს ხაზს.
უნივერსიტეტს აქვს პროგრესის შთამბეჭდავი ისტორია ბოლო წლების განმავლობაში. სულ რაღაც 18 წლის წინ აქ სწავლობდა 37 სტუდენტი და დღეს ამ უნივერსიტეტში სწავლობს უკვე 2000 სტუდენტი. სასწავლო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა სრულფასოვან უნივერსიტეტად, რომელსაც მნიშვნელოვანი პარტნიორობა აკავშირებს საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტთან. ესეც არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ინტერნაციონალიზაცია ამ უნივერსიტეტის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პროცესი მიმდინარეობდა სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერის ფონზე, რაც ბოლო წლებში მათ შორის გამოიხატა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტით და დღევანდელ დღეც არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება, მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩაიდო ამ ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. სტუდენტებს მისცემს პირველ რიგში იმის საშუალებას, რომ უკეთ დაეუფლონ ცოდნას შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის შემდგომი მხარდაჭერაც რჩება ჩვენს პრიორიტეტად. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო განათლების, უმაღლესი განათლების სფეროში. ამისათვის ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში წარადგინება საზოგადოებას და ამ კონცეფციაში თავისი მნიშვნელოვანი ადგილი ექნება დაკავებული ბუნებრივია რეგიონულ უნივერსიტეტებს, მათ შორის შოთა მესხიას უნივერსიტეტს. ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობების მუდმივი და მასშტაბური განვითარება. ამ უნივერსიტეტს აქვს გამორჩეული როლი ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში, რაც თქვია, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და მინდა ყველას გისურვოთ, რომ გამთლიანებულ საქართველოში ამ უნივერსიტეტს შეესრულებინოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აღეზარდოს ჩვენი მომავალი თაობები. მისასალმებელია ის პროგრესი, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში უნივერსიტეტის საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ზუგდიდის უნივერსიტეტი წარმოადგენს ხიდს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთის მოსახლეობასა და დანარჩენი საქართველოს მოსახლეობას შორის. სასწავლებლის ყოველი მესამე სტუდენტი აფხაზეთის მკვიდრია. უნივერსიტეტს უდიდესი წვლილი შეაქვს სამშვიდობო განათლებაში. ზუგდიდის უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი პროფესიული სასწავლებელი რეგიონის მკვიდრ მოსახლეობას 30-ზე მეტ პროფესიის დაუფლებაში ეხმარება. საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროგრესისა და გლობალური მნიშვნელობის პროექტების განხორციელების, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის კვალდაკვალ გაზრდილია მოთხოვნა სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებზე, რაც უნივერსიტეტის საქმიანობას უფრო პრიორიტეტულსა და ქვეყნისათვის საჭიროს ხდის. შეუძლებელია არ აღინიშნოს ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა, რაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა თუ აქტივობებშია გამოხატული. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ ირაკლი კობახიძის განსაკუთრებული მხარდაჭერით 2025 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში პირველად ნომერ მესამე ბიუჯეტი გახდა. პრემიერის მეთაურობით შეიქმნა სამთავრობო კომისია უმაღლესი განათლების რეფორმაზე, რომლის საფუძველზე შემუშავებული ფუნდამენტური რეფორმის კონცეფციის საჯარო პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში იგეგმება. აქვე ვიტყვი, რომ კონცეფციის ფარგლებში რეგიონული უნივერსიტეტებს გამორჩეული ფუნქცია განესაზღვრება, რაც ქვეყნის ინტერესებსა და საჭიროებებზე უფრო მეტად ორიენტირებულ საგანმანათლებლო საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული. მინდა უდიდესი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და პროფესორ მასწავლებლების მიმართ, რომელთა მიზანდასახული შრომის შედეგია უნივერსიტეტის დღევანდელი წარმატება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა და რეგიონის განვითარების კუთხით მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე გაამახვილა ყურადღება. კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონიალზე ჩვენ წარვდექით 18 წლის წარმატებული ისტორიით. უპირველესად ეს გულისხმობს უნივერსიტეტის მისიას, საგანმანათლებლო მისიასთან ერთად მის უნიშნულოვანეს როლს რეგიონის განვითარებაში და რა თქმა უნდა პოლიტიკურ მისიას არ გამოვრიცხავთ, რადგანაც ჩვენი უნივერსიტეტის კონტინგენტის 40% გახლავთ აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტი. ყველა პროექტი უპირველეს ყოვლისა მიმართულია სწორედ ამ სტუდენტებისკენ და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ რეგიონში უნივერსიტეტი ნამდვილად
ქმნის ღირებულებებს. ამ უნივერსიტეტმა მომცა ბევრი შესაძლებლობა, მქონდა ასევე სახელმწიფო სტიპენდიაც, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ამ უნივერსიტეტს. 4 წლის განმავლობაში არც ერთ დღეს არ ჩაუვლია უნაყოფოდ საუნივერსიტეტო სივრცეში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ნაყოფიერი და საინტერესო თავგადასავლებით სავსე 4 წლიანი თანამშრომლობისთვის. თბილისში ტრამვაის პროექტი განხორციელდება. ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ დიდუბესთან დააკავშირებს. მერე ამ ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტრამვაის ხაზი 7 კილომეტრნახევრიანი იქნება და 11 გაჩერებას მოიცავს. ქალაქში პირველად ანშენდება თანამედროვე ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ დიდუბესთან დააკავშირებს. იმის გათვალისწინებით, რომ დიდუბის მეტროსადგური არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ საქალაქთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტისთვისაც საკვანძო სადგურია, დიდი დიღმიდან აღნიშნული კავშირის შექმნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ტრამვაის 7.5 კილომეტრიან ხაზზე იქნება 11 გაჩერება. შედეგად ტრამვაი დიდი დიღმის დასახლებაში გაზრდილი მგზავრთნაკადის უსაფრთხო, კომფორტული და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს, შეამსუბუქებს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე დატვირთვას, განტვირთვავს საცობებს, გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. ტრამვაი ინტეგრირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელში, შეიქმნება ერთიანი, მოქნილი, კომფორტული და მდგრადი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც თითოეული მოქალაქის საჭიროებებს მოერგება. ჩვენ განვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები, მათ შორის ბაზრის კვლევა და შესაბამისად დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანამდვილებით დიდი დიღმიდან დიდუბის მეტროსადგურამდე აშენდება ტრამვაის ხაზი. უახლოეს მომავალში და უახლოეს დღეებში უკვე გამოცხადებული იქნება ტენდერი საპროექტო, დეტალურ საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით და ეს პროცესი განხორციელდება და რამოდენიმე წელიწადში უკვე ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ევროპული უმაღლესი სტანდარტის ტრამვაი გვექნება ჩვენს დედაქალაქში. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა. ეს ადასტურებს, რომ ცენტრის მუშაობა ხარისხის მენეჯმენტის უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება. ღონისძიება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრანსპორტის საერთაშორისო დღეს დაემთხვა, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა ბრიგადის პერსონალისა და მოტომედიკოსთა სწრაფი რეაგირების მნიშვნელობა. ცენტრის წარმატებულობა, მისი ხარისხი აღიარებული იქნა საერთაშორისო ავტორიტეტული აუდიტორული კომპანიის მიერ. რეალურად ეს არის მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისი, რომლის მიწოდებასაც ახორციელებს ჩვენი დაწესებულება. მეორეს მხრივ დღეს გახლავთ საერთაშორისო დღე სამედიცინო ტრანსპორტის, ანუ იმ ადამიანების დღე, რომლებიც ექიმებთან, ექთნებთან, სამედიცინო პერსონალთან ერთად დაუღალავი შრომით არიან დაკავებული, რომელსაც რა თქმა უნდა ჭირდება საზოგადოების მხრიდან დაფასება. საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ TÜV ავსტრიამ წარმატებით მიანიჭა ISO 9001-2015 ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი. ეს სერტიფიკატი ჩვენს ორგანიზაციას მუშაობის შედეგების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ასევე ეს არის ჩვენი ორგანიზაციის საერთაშორისო აღიარება. შემოგვივიდა შეტყობინება ლოზუნგით ხანძარი და მაშინვე გავედით ამ გამოძახებაზე, სამაშველოს ვერ დაველოდებოდით და ამიტომ გადავწყვიტე შევსულიყავი მეორე სართულის ფანჯრიდან და გადმოვიყვანე ორი ხანდაზმული ადამიანი. ერთი გონო მდგომარეობაში იყო, მეორე გონზე იყო, გადარჩნენ საბედნიეროდ. დროის მხრივ საკმაოდ ეფექტურია, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში წამები და წუთები წყვეტს პაციენტის სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით 150.000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპისთვის შერჩეული 50 სტარტაპერის ტრენინგი მიმდინარეობს. სტარტაპერები გადამზადდნენ ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის კუთხით. გამარჯვებულები 17 სექტემბერს გამოვლინდებიან.
ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული ეკოსისტემის მხარდაჭერაში სხვადასხვა ინსტრუმენტებით, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება, რა თქმა უნდა, არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საგრანტო პროგრამა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ 2018 წლიდან მოქმედებს 250-ზე მეტმა სტარტაპმა მიიღო საგრანტო დაფინანსება აღნიშნული პროგრამით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ მიერ გენერირებულმა ჯამურმა ეკონომიკურმა სარგებელმა, როგორც შემოსავლების, ასევე მოზიდული ინვესტიციის თვალსაზრისით 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. დღეს საქართველოს ნამდვილად ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ცენტრი რეგიონული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის და ასევე ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. იმერეთის პოლიციამ სამტრედიაში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი ცხელკვალზე დააკავა. გამოძებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებული სამტრედიაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცება დამოიღო. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მეოთხე ბრიგადის სამხედროებს კრიზისული სიტუაციების მართვაში წვრთნა ჩაუტარდათ. ბრიგადის პირადი შემადგენლობის სახანძრო სამაშველო ჯგუფებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა კრიზისული სიტუაციების მართვის საგანგებო სიტუაციებსა და სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით გადაუდებელი და აუცილებელი მოქმედებები წარუდგინეს. სწავლება ეროვნული გვარდიის მხარდაჭერით და კოორდინაციით განხორციელდა. შეხვედრა ემსახურება გავაცნოთ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი, ყოველდღიური ის ჩვენი მეხანძრე მაშველების საქმიანობა თუ როგორ მუშაობენ სხვადასხვა სახის საგანგებო სიტუაციების დროს. აღნიშნული შეხვედრები ხელს შეუწყობს მომავალში კოორდინირებულ ტაქტიკურ ეფექტურ მოქმედებებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთა კოორდინაციით ვიდრე სწავლებაში მონაწილეობას, ასევე დაგეგმვის პროცესში თავისთავად ხადია და გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობის მხარდაჭერა ამ სწავლებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი იყო საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მოსამსახურეები, რომლებმაც თეორიულად აუხსნეს პირად შემადგენლობას, როგორ უნდა მოეხდინათ ხანძრის დროს რეაგირება, ასევე აუხსნეს რა საშუალებებს იყენებენ ხარჯალსაწინააღმდეგო მოქმედებების დროს. ამის შემდგომ განხორციელდა პრაქტიკული სწავლება, სადაც სამხედრო მოსამსახურეებმა შეასრულეს ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ქრონიკაში რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. დასრულებულია ეთერში დავბრუნდებით ზუსტად 17 საათზე. დროებით.